საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავმა ბათუმელი სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დარგის მომავალ სპეციალისტებს საქართველოს ეკონომიკის ისტორია გააცნო, რომლის გათვალისწინებითაც სამომავლო შესაძლებლობებზე ესაუბრა. აკადემიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღეს ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგად დადგა. რაც რექტორი ვარ, ეს ჩემი მიზანი არის, რომ შევხვდე საქართველოს რეგიონებში სტუდენტებს, უნივერსიტეტებს, ვისაც აქვს სურვილი, მე დიდი სურვილი მაქვს და ელაპარაკო მათ როგორც ეკონომისტმა იმ საკითხებზე, რაც მათ აინტერესებს და რაშიც მე შემიძლია მათთვის საინტერესოა. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებდა და ყოველმოცულ ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებას და იქ არის ის პირობები, რომელიც როგორც ბეჯითმა მოწაფემ საქართველოს უნდა განახორციელოს. მნიშვნელოვანია ეს საჯარო ლექცია, მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი ვლადიმერ პაპავ არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილი ამ დარგში ეკონომიკის მიმართულებით. და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, რომ დღეს ვეწერე მის ლექციას. რაც შეეხება მნიშვნელობას, თითოეული ეკონომისტის მნიშვნელოვანია წარსული ეკონომიკური მდგომარეობით ვიყავით, ახლა და მომავალი როგორ გვექნება, ანუ იმისაც რომ შევქმნათ მომავალი მდგრადი ეკონომიკა, საჭიროა გავითვალისწინოთ ძველი და ახალ მდგომარეობაც.